დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ. ლავროვის შემდეგ ომის მე-18 წლის თავსოცნების პოლიტიკით კმაყოფილი მედვედევი გამოეხმაურა. პუტინის მარიონეტი ირწმუნება, რომ დასავლეთმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა. მან მიხეილ სააკაშვილს ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა უწოდა და თქვა, რომ ის ახლა უკიდურესად საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. აგვისტოს ომში დაღუპული გმირის პოლკოვნიკ დავით ელიზბარაშვილის საფლავიდან სანათები მოიპარეს. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემას თავად დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ. პოლკოვნიკი 27 წლის ასაკში 2008 წლის 11 აგვისტოს რუსული სამხედრო ვერტმფრენის შეტევის შედეგად დაიღუპა. შეკვეთილი სანაპიროზე კაპროვანში ზღვამ კიდევ ერთი ჭურვი გამორიყა, სავარაუდოდ რუსული უპილოტო საბრძოლო იარაღი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია ნიკოლაიშვილი წერს და კადრებს აქვეყნებს. მისივე ცნობით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სავარაუდოდ საბრძოლო მასალა ორი კვირის წინ ნახეს მახინჯაურშიც, რაზეც გამოძიება დაიწყო. ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა. ადგილობრივი გამოცემა ინფოიმერეთის ცნობით კაცი დაცვად მუშაობდა, ის პოლიციამ დასაცავ ობიექტზე დააკავა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.